მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ დაგეკონტაქტებათ მოულოდნელად. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა, ახლა დავალაგებ მე პოზიციებს. პირველი, მეორე და მესამე. ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც რთავთ ვიდეოს და უსმენთ. ასევე შეგიძლიათ პირადი კონსულტაციისთვის მომმართოთ, ვისაც ტაროს შესწავლა გაინტერესებთ, ან ენერგეტიკული წმენდით ხართ დაინტერესებული ამ ყველაფრისთვისაც შეგიძლიათ პირადში დეტალებისთვის მომწეროთ. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ხოლმე ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. და თუ ეს ვიდეო შეგხვდა 10 თებერვალს, დღეს ჩემი დაბადების დღეა. და თუ ჩემს გამომწერებში, მაყურებლებში გაქვთ თქვენს იგივე დღეს დაბადების დღე, ჩემგან მიიღეთ მილოცვა. დავიწყოთ და ვნახოთ პირველი პოზიცია, განვიხილოთ ჩემო პირველებო და ვნახოთ ვინ დაგეკონტაქტებათ მოულოდნელად. ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია. როდესაც თითქოს ამ პიროვნებასთან ყველანაირი გზა გადაკეტეთ, გადაჭერით, დაამთავრეთ, შეიძლება ეს არის ტოქსიკური ყოფილი, ან შეიძლება ეს არის ადამიანი, რომელიც ენერგოვამპირი არის და თქვენგან იღებს ძალიან ბევრ რესურსს და სანაცვლოდ არაფერს არ გაძლევთ, ძალიან გამოიფიტეთ და იღალეთ ამ პიროვნებით და მასთან კომუნიკაციას შეეშვით. მაგრამ რაღაც ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ზოგიერთმა თქვენთაგანმა ეს ადამიანი ფრენდ ზონაზე შემოიტოვა, ოღონდ არც ერთ-ერთმანეთს. შეიძლება ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად უყურებს თქვენს თორებს, ესეთი ჩუმი მაყურებელია, ჩასაფრებულია, პირველი თითქოს თორსდებთ და ეს ადამიანი ნახულობს, მაგრამ არ იწერება უკვე შეიძლება თვეების მანძილზე. ესეთი ადამიანი მოგწერთ და ძალიან გაგიკვირდებათ, რადგან თითქოს თქვენ სიახლოვეს არსებობს ეს პიროვნება. ან შეიძლება დაბლოკეთ, მაგრამ ხვდებით, რომ ისეთი ფეიკი გვერდები შემოდიან თქვენს სტორებზე ან პროფილზე და ხვდებით, რომ მუდმივი მაყურებელი გყავთ. ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ ისევ დაგეკონტაქტოთ. აი ესეთი პიროვნება, ესეთი სიტუაცია. როგორც იქნა ამოიღებს ხმას. შეიძლება თქვენ უფრო ელოდებოდით ადრე რომ მოგწერდათ, რადგან მისი ინტერესი თქვენს მიმართ არც შესუსტებულა, არც გამქრალა, მაგრამ რაღაც ჩუმი პოზიცია ჰქონდა ყოველთვის და ახლა ამ სიჩუმეს დაარღვევს. აქ მოდის პაჟის ენერგიით, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ყველაფერს თავიდან დაიწყებს, ან ყველაფერს თავიდან დაიწყებს როგორ, ანუ კომუნიკაციაში ესეთი გახსნილი და თამამი არ იქნება, როგორც ძალიან კარგი ნაცნობი თქვენთვის. შეიძლება ძალიან ახლოსაც იყავით, მაგრამ აი დაიწყებს ისეთ ტექსტებს, სადაც აი თითქოს მოწიწება ჩანს, თითქოს აი ხელახლა უნდა შემოვიდეს თქვენ სივრცეში, თავიდან შეისწავლოთ ერთმანეთი, თავიდან დაახლოვდეთ, რაღაცა ფრთხილი ნაბიჯები ჩანს მისგან. დაგემშვიდობებით პირველებო, მოდი გადავიდეთ ახლა მეორე პოზიციის განხილვაზე და მეორეებო გავიგოთ თქვენს შემთხვევაში ვინ დაგეკონტაქტებათ მოულოდნელად.
აქ გვაქვს ასეთი არკანი. ეს ეხება ან სამსახურს, ან კოლეგას, მაგრამ ნახოთ კიდევ დავამატებ ერთ არკანს. ან შეიძლება აქ თუ რაღაც პროექტებში იღებთ მონაწილეობას, ან ახალ სამსახურს ეძებთ, ან ძალიან კარგი შეთავაზება გქონდათ, ან ხელში ჩაგივარდათ რაღაც შანსი და თქვენი, ასე ვთქვათ, ან რაღაც თქვენი მიღწევა გააგზავნეთ, ან რაღაც კონკურსში შეიძლება მიიღეთ მონაწილეობა, სადმე ჩაბარება შეიძლება სცადეთ, რაღაც კურსებზე მოწყობა შეიძლება სცადეთ, ან შეიძლება ხართ ხელოვანი პიროვნება და რაღაც ნამუშევარი გაგზავნეთ, ხო? ან უკვე რაღაცას ელოდებით, შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ თითქოს აქ ხელი ან ჩაიქნიეთ, ან ზოგიერთმა თქვენთაგან რაღაცნაირად თითქოს ხელი ჩაიქნიეთ, რომ ან ვადა გავიდა და იმ ვადაში არ განხორციელდა ზარი, ან შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ ელოდებით, მაგრამ თლად დარწმუნებული არ ხართ, რომ აი 100%-ით გაამართლებს ეს მოლოდინი. ძალიან მაგარი პასუხები არის აქ მოდის ძალიან დიდი სიხარული, დიდი წარმატება, შეიძლება ისეთი შეთავაზებაც მიიღოთ, რომ სხვა კი არა თქვენც არ იჯერებდეთ დიდი ხანი. რაღაცა ძალიან დიდი მიღწევა მოდის კონკრეტულად სამსახურში. შეიძლება ახლა ან სამსახურს იცვლით, როგორც გითხარით, ან შეიძლება ესეთ მთავარ სამსახურს არ იცვლით, მაგრამ რაღაც დამატებით ან გუნდში მიღება გინდათ, ან რაღაც ცეკვა არის, თუ აი შეიძლება რაღაცა პროექტები იყოს. რაღაცაში შეიძლება გამარჯვება იყოს, ან შემოთავაზება იყოს ის, რაც ძალიან გაგახარებთ და რასაც ბოლომდე მარტივად ესე ვერ დაიჯერებთ. მაგრამ აქ მაინც არ მინდა რომ სიყვარულის გარეშე და პირადის გარეშე ეს პოზიცია ესე გავატაროთ. აქ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თუ ახლა სამსახურში გაქვს ეს სიტუაცია, რომ ვიღაც მოგწონთ, ან ვიღაცას მოწონხართ და რაღაცას გრძნობთ და ასე ვთქვათ, კოლეგა ტრიალებს თქვენს სივრცეში, შეიძლება ამ პიროვნებამ უცებ შეიძლება ხვდებით, რომ მოსწონხართ ამ ადამიანს, მაგრამ ძალები მოიკრიბოს რაღაცნაირად დააწყოს ტექსტი და ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ან გრძნობებში გამოტყდეს, ან უკვე თამამად დაიწყოს თქვენი პაემანზე დაპატიჟების მცდელობა, ან რაღაცა ფლირტი გააღრმავოს, ანუ რაღაცა ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდეს მისი ქმედება და რაღაცა ინიციატივა შეიძლება მიიღოთ. დაგემშვიდობებით მეორეებო ასეთი პოზიცია და გადავიდეთ ახლა მესამე პოზიციაზე და ვნახოთ მესამეებო თქვენს შემთხვევაში რას გვეტყვის კარტი. ვინ დაგეკონტაქტებათ? მოულოდნელად. აქ არის სიტუაცია, როდესაც ან ეს პიროვნება არ არის თავისუფალი და ურთიერთობაში არის ახლა ეს ადამიანი, მაგრამ თქვენ დაგეკონტაქტებათ სასიყვარულო ნიშნით, ან ისევ გეტყვით, რომ ისევ შენზე ვფიქრობ, ისევ შენ მიყვარხარ, ან ვერ გივიწყებ, აი რაღაცა ესეთი. ან შეიძლება თქვენ ხართ ახლა ურთიერთობაში და მიუხედავად ამისა, მაინც ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ, ან ძველი თაყვანისმცემელი დაბრუნდეს და არ აინტერესებს იმ ადამიანს, ვისთან ხართ, როგორ ხართ, თავისი მიზნები აქვს თქვენზე და რაღაც უნდა განახორციელოს, ხო? რაღაცა ადამიანი, რომელიც უფრო დიდი ნაწილისთვის, დიდი, ასე ვთქვათ, დიდი პროცენტი, ვინც ახლა მიყურებთ, იცით, ვინ არის ეს ადამიანი და ძალიან მცირე შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს ახალი ნაცნობი, რომელსაც დიდად არ დაინტერესებს თქვენი პირადი ურთიერთობა, თუ ახლა ვინმე გყავთ და დაიწყებს თქვენთან რომანტიული შეტყობინებების გამოგზავნას. ან შეიძლება თვითონაც არ არის ახლა თავისუფალი ეს ადამიანი, როგორც გითხარით.
ეს არ არის მარტივი ხასიათის ადამიანი, ეს არის საკმაოდ ჯიუტი, კონფლიქტური პიროვნება, რომელსაც აქვს ხოლმე რაღაც მიზანი და ესე მარტივად ესე გზიდან ვერავინ ვერ ჩამოიშორებს და არც არავის უშინდება. ესეთი პიროვნება ყავს აქ. სადაც იქნება აუცილებლად ძალიან დიდი კონკურენცია. შეიძლება თქვენც არ ხართ ახლა თავისუფალი, არც ეს ადამიანი არ არის თავისუფალი, მაგრამ მიიღოთ ესეთი შეტყობინება, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს ან მოთხოვნა, ან აუცილებლად რაღაცა მკაცრი ტონიც კი იგრძნობა, რომ აუცილებლად უნდა შეხვდეთ ერთმანეთს, რომ თქვენი სიყვარული იმსახურებს შანსს, რომ შეიძლება გარემო ფაქტორები სხვა რამეზე მიანიშნებდეთ ადამიანებს, მაგრამ ეს გარემო ფაქტორები რომ ყურადღებას აღარ იმსახურებს, თუ გიყვართ ერთმანეთი, რომ ერთმანეთი უნდა ერჩიოთ, რაღაცა ესეთი დაჟინებული, მკაცრი, თან სასიყვარულო, თან რაღაცნაირი ძლიერი ენერგეტიკის მოწოდებებით სავსე შეტყობინებას მიიღებთ. დაგეკონტაქტებათ ეს ადამიანი და მოულოდნელი იმიტომ იქნება, რომ შეიძლება დუმილი დაარღვიოს ან რამდენიმე თვე არ ჩანს და შეიძლება იფიქრეთ, რომ გადავავიწყდი და უცებ ესეთი მოულოდნელი ტექსტით შემოიჭრას თქვენს ყოველდღიურობაში. მე დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყველას წარმატებას და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.